წინა გადაცემაში ვახსენე და რაღაც დიდი მithქმა-მოთქმა მოყვა ამას და ეხა ახსნი საერთოდ რატო ვახსენე რა ის თემურ ბაბლუანი ვანახე და ის ფრაგმენტი გავუში რომ საქართველოში არ მუშაობ რო იძახის კუკარაჩა და ქართულ ხელისუფლებას არ ვაწუხებო და ესეც უნდა იყოს მეთქი იმიტომ რომ ადამიანს საქართველოში ვინც არ უნდა იყოს ქართველი სულით ქართველი რა პროფესიისაც არ უნდა იყოს მე მგონი ის თავისი ხალხის ხარჯზე ფულს არ უნდა შეუვლობდეს და რატო მოვიფიქრე და საერთოდ რატო მომაფიქრე ეს სიტუაცია იმიტომ რომ აი ეს ამბები რო ხდებოდა იმაში რა ქვია 90-იან წლებში და ომი თბილისში და რაღაცა თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მაშინ რა დაცვა უნდა ქონოდა სახელმწიფო მუზეუმებს ხო შუქი არ იყო, არაფერი არ იყო, სიგნალიზაცია არ იყო, ისეც ორი კაცი იცავდა, უიარაღოთ, თოზოგი იარაღით, მაგრამ წარმოიდგინეთ, აი მაშინ მოხდა ყველაზე დიდი ტაციაობა მუზეუმებიდან რა. გინდაც ნახატების, გინდაც რა ვიცი ეს კრანახი რომ მოიპარეს, ხო, ამას თავისი ის ქონდა კიდე ეს ნახატების მომტაცებლები კიდე სხვა ის ადამიანები იყვნენ, მაგრამ ისე განვიცადე ეს ყველაფერი რომ ესე იგი წარმოიდგინე ადამიანს ექთიმეთ აყაიშვილს მაგალითად ხო ავიცი ყავა ის რძეს სვავდა თავისი თხისას და კიდე იქით ამატებდა რაღაცეებს ხო და ისე ჩამოიტანა ის რამდენიმე ყუთი რაც დარჩენილი იყო იმ განძიდან რა და შენ აქედან მიდიხარ და აი ამ გაუბედურებულ დროში ისე ძომია რაღაცა და აქედან საქართველოს მუზეუმიდან რაღაცას იპარავ ხო არ მგონია ეს რომ ეს არის რაღაცა ამას ესეთ ადამიანს აქვს სამშობლო რა აი მართლა არ მგონია ახლა წარმოიდგინეთ გუშინ ფიქრობდი რომ ახლა რო აი დაუშვათ ქურდია ვიღაცა ხო დაუშვათ სადღაც არის და ეუნებიან რომ ძალიან მოდი მოვიპაროთ დაუშვათ ძალიან ნიული მოსაპარია თან იქ ვიღაცეები მყავს იქ რაღაცა ნაკოლს მოგცემენ რაღაცა მოდი მოვიპაროთ იოანე ზოსიმე აი ვინ მოაწერს ღამას მოაწერს ხელს ეროვნული კაცი გინდა ქურდი იყოს ის გინდა ვინც გინდათ ის იყოს გინდა იმის წარმომადგენელი იყოს რა აი თქვენ თავებში დავფიქრდეთ რა ყველანი დავფიქრდეთ რა ვინ აი ღირდეს დაუშვათ 5 მილიონი დოლარი ხო და არის იოანე ზოსიმე რომელიც საქართველოს მუზეუმში დევს აი ესეთი უნიკალური წიგნი ხელს ვინ მოაწერს ამას აი თქვენ თავში ჩაიხედეთ რა აი ძალიან მარტივი მოსაპარია რა დაუშვათ გითხრეს დაკვილი მოიპარავთ ამას და ვინც ამას მოიპარავს იმას საერთოდ საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს არანაირი იმასთან კავშირი არ აქვს ესე ვფიქრობ მე რა და ესეთი რაღაცეები ხდებოდა მილიონი იგივე სიტუაცია ვინც საქართველოს ბიუჯეტში ამდენ ხელს უფათურებდა და იმას აკეთებდა რა აბსოლუტურად ქურდია რა მნიშვნელობა აქვს რას იპარავ ხო მაღალ ეშელონებში ხარ თუ დაბალ ეშელონებში რა შენ ხალხს, შენ ქვეყანა, შენ შვილს, შენ ბიუჯეტს, შენი ოჯახის ბიუჯეტს რო ფულს პარავ, იმას რო იპარავ, ფიროსმანს რო იპარავ, აღარ აბრუნებ, კრანახს რო იპარავ, ამ ქვეყნიდან. აი ეს წადი რა მილიონი რაღაცა არის, ხო? პრადოს მუზეუმია, წადი რემბრანტი მოიპარე, ველასკესი მოიპარე. იმის თავი არ აქვს, ხო? იქ მაგარი დაცვა დგას, ხო? და აქ სადაც მაგარი დაცვა არ არის და შემთხვევითი ამბები ჩაბნელებულია ქალაქი და რაღაცა აქ მაგარი ტიპი ხარ და მაგრა ისა გაქვს ხო ისა გაქვს რომ საქართველოს მოპარო რა თავისი მუზეუმი და რა თავისი განძი ამას გულისხმობდი სხვას არაფერს არ გულისხმობდი რა